ტურისტული მარშრუტი, რომელიც მნახველს არასდროს ავიწყდება ენდემური ვაზის ჯიშებითა და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული რაჭა ტურისტებს აღმოჩენებსა და თავგადასავლებს პირდება. ხელუხლებელი ბუნება, უნიკალური გასტრონომია, მრავალსაუკუნოვანი არტეფაქტები და კავკასიონის პანორამული ხედები გულგრილს არ ავისტოვებს. რატომ უნდა მოინიშნოთ რაჭა ზაფხულის სეზონზე სანახავი ადგილების ნუსხაში? ანა ნოდიასა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟი. ხელუხლებელი, შთამბეჭდავი ბუნება, კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობა, ღვინის წარმოების და კულინარიის ტრადიციები. აქ ყველგან მცირე დეტალშიც კი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ რაჭის ცოცხალი ავთენტურობა, ჯერ კიდევ ტურიზმის მხრიდან აუთვისებელი. გასტრონომიული მასტერკლასები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ხუროთმოძღვრების ძეგლები, სხვა არაერთი სანახაობრივი ლოკაციის ვრცელი ნუსხა შედგა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, რომელშიც სტუმრის როლი ტურისტულ კომპანიებსა და ქართულ მედიას ერგო. ის, ვინც ადგილობრივ თუ საქართველოში ჩამოსულ სტუმარს, რაჭა და რეგიონის თვითმყოფადობის ვრცელი არეალი უნდა გააცნოს. ბევრი ვერსია არსებობს ლობიანის. როგორია რაჭული ლობენა, ყველაზე მეტად ამოწონ ტურისტებს. როგორ შემადგენლობაა? როგორ შემადგენლობა, რა თქმა უნდა, ცომი კეთდება, ჩვეულებრივა საფუარი, ამას კარგად დავამუშავებ და თვითონ ლობიო არის ჩვენთან რაჭაში განსაკუთრებული, განსხვავებული ლობიო არის. ამასთან არის უკეთებდნენ ერბოს ადრე. ონში სტუმრობისას მოსანახულებელ ობიექტების ჩამონათვალში თუ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მოვინიშნავთ, ერთი რეგიონის მაგალითზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ კაცობრიობის განვითარება ქვის ხანიდან დღემდე. მუზეუმი 1948 წელს შეიქმნა და 14,000-ზე მეტ ექსპონატს იტევს. კოლექციის ნაწილი მუზეუმის ახალ შენობაშია გადატანილი, რომელიც სრულად შემოდგომისთვის აღიჭურვება. აქ დაცულია ანტიკური ხანის ბრინჯაოს ნაკეთობათა მრავალფეროვანი ნიმუშები. ექსპონატებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებულია სოფელ ჯოისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარკმლის რელიეფური შემკულობა. რაჭაში აღმოჩენილ სხვა არტეფაქტებთან, ეთნოგრაფიულ თუ ნუმიზმატიკურ კოლექციებთან ერთად, მუზეუმში დაცულია ვეფხისტყაოსნის მე-19 საუკუნის ხელნაწერი. ვისი ხელნაწერია არ ვიცით, ხო? სამწუხაროდ კალიგრაფი უცნობია. ჩვენი მუზეუმი რო გაიხსნა 1948 წელს, პირველად ეს ექსპონატი დაფიქსირდა. ჩვენი მუზეუმის ექსპონატების ათვლას ვიწყებთ ვეფხისტყაოსნით. ხის ყდა აქვს, ტყავგადაკრულია. თითქოს არის გადმოცემა მუზეუმში, რომ ეს ხელნაწერი შემოვიდა ბაქრაძეების ოჯახიდან, სოფელ სევიდან. სრულია, ხო? სრულია, დიახ, თითქმის სრულია, მე-19 საუკუნის ვეფხისტყაოსანი გახლავთ. მუზეუმის ახალ შენობაში მუდმივ მოქმედი გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია შეიქმნა და ადგილობრივ მრავალფეროვან კოლექციებთან ერთად ექსპოზიციაზე განთავსდება რაჭასთან დაკავშირებული ის უნიკალური ნივთები, რომელიც დღესდღეობით თბილისის საცავებში ინახება. თანამედროვე დიზაინი და მულტიმედიური ელემენტები ვიზიტორს რაჭის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას სთავაზობს. მუზეუმი თითქმის ყველა ტურში არის და მე როგორც ყოფილი გიდი მინახავს მათი შთაბეჭდილებები, როცა ჩვენ ერთად ჩავსულვართ მუზეუმში და ისინი აღფრთოვანებას გამოხატავენ მოულოდნელობისგან და როცა აღმოაჩენენ თუ რამხელა კულტურის ქვეყანაში არიან ჩამოსული, იმიტომ მათ არ აქვთ რეალურად ინფორმაცია, სად მოდიან და რამხელა ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანას ნახულობენ. გასტრონომიული და შემეცნებითი ტურის შემდეგ გზას რაჭის ყველაზე მაღალ წერტილში გაშენებული სოფლისკენ ვაგრძელებთ. სწორედ აქ ზღვის დონიდან 1840 მეტრზე მდებარეობს მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც არაერთი ლეგენდა თუ თქმულება უკავშირდება.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-10 საუკუნით დათარიღებულ ტაძარში ჯალალ ედინის მუზარადი და შაჰ-აბას პირველის ხმალი ინახებოდა. გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგის სასწაულმოქმედმა ეკლესიამ რეგიონი მტრის შემოსევისგან იხსნა. ნისლში გახველმა ოსმალთა ჯარმა გზა დაკარგა და შეწევნა ტაძარს სთხოვა. სასწაულის მხილველებმა მადლიერების გამოსახატად ეკლესიას ვერცხლით მოჭედილი ხარისა და ძროხის რქები შესწირეს. მე-10 საუკუნის ხუროთმოწყვრების ძეგლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაციაა ტურისტებისთვის, სუბალპური ლანდშაფტითა და კავკასიონის პანორამული ხედებით. ასევე მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიას, მე-18 საუკუნის მონუმენტური ხუროთმოწყვრების ნიმუშს, რომელიც მრავალთაღიანი კანკელით გამოირჩევა. ჩვენ ჩამოვედით აჭარიდან, სკოლის ექსკურსია გვაქვს, ბავშვები ჩამოვიყვანეთ და როგორც ბავშვები, ისევე მშობლები, აღფრთოვანებულები ვართ, ბევრი სანახაობაა და ძალიან სასიამოვნო. სიმშვიდე, არის სასწაული ბუნება და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ესეთი ადგილობრივი სანახაობები ძალიან ბევრი გვაქვს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, რეგიონში ტურიზმი ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება. რაჭა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება. პარალელურად აქტიურად ვითარდება როგორც მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროები თუ ეკო-კოტეჯები, ისე პრემიუმ კლასის განთავსების ინფრასტრუქტურა. ეს არის სოფელი გლოლა. არის ნაძვნარით გარშემორტყმული, როგორც ხედავთ და სხვათა შორის წელიწადის ამ დროს არის ნაძვის დამტვერვის პერიოდი, რომელიც არის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო. ამ პერიოდიდან იწყება ჩვენთან სეზონი და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებობდეს მაღალი კლასის სასტუმრო იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებთან და კოტეჯებთან ერთად, რომელიც უკვე არსებობს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ პოტენციალს რეგიონში და ხელშეუწყობს კონკრეტული კატეგორიის სტუმრებს ჩამოვიდნენ და ისიამოვნონ რაჭის ტურისტული პოტენციალით. ზემო რაჭაში ყოველწლიურად მატულობს ვიზიტორების რაოდენობა, მომართვიანობა, განსაკუთრებით მთის რაჭაში. ძალიან დიდი ინტერესი არის გამოწვეული წელსაც, ველოდებით საკმაოდ ბევრ ვიზიტორს. მომართვიანობა მოიმატა თვითონ ჩვენს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრშიდაც. მარტო რაჭაზე არა ვარ. სხვა დასავლურ ჯიშებსაც ვიყენებ. სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი მეღვინეობაა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია რაჭა, რომელიც გამოირჩევა ენდემური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით. პოტენციალი უზარმაზარი, როგორც მოგეხსენებათ, ანუ რაჭაში ენდემური ჯიშები არის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული თეთრა, რაჭული მწვანე. გამოვყოფ ხა ხვანჭკარას, იმიტომ რომ ხვანჭკარა ძალიან ცნობილი არის, როგორც ღვინო, როგორც ბრენდი და ასევე ძალიან მოწონებას იმსახურებს ჩემი გამოცდილებით ევროპაში ბუნება არის საინტერესო და ბუნებასთან ჰარმონიაში არის ყურძენი და ვისაც მეღვინეობა და ბუნება აინტერესებს, საქართველოში რაჭა აუცილებლად უნდა ნახოს და შეიგრძნოს და გამოსცადოს. ღვინო, ადგილობრივი კულინარია, რაჭული მოტივებით შექმნილი ნამუშევრები, მასტერკლასები, რეგიონის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტებით მოყოლილი ვრცელი გზა, ხუროთმოწყვრების ძეგლები და შთამბეჭდავი ბუნება. ეს იყო მცირე დროში მიღებული ის მრავალფეროვანი ტურისტული გამოცდილება, რომელიც არასდროს გვტოვებს.